დღეს ვისაუბრებთ უშუალოდ თუ რას გვთავაზობს Vitalitas პლატფორმა გეგმის სახით. ანუ ეს ყველაფერი უკვე გასაგებია, რომ პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა, აშკარად ხედავთ რა არის, მაგრამ რას გვთავაზობს, ხო? ანუ გეგმა რა არის? ეს გეგმა როგორ უნდა შევადგინოთ ზოგადად რა? ეხლა აქ ხედავთ ზევით ცენტრში არის ესეთი ტაბი performance-ი. ეხლა ჩემ შემთხვევაში ეს უკვე შედგენილია, მაგრამ მე შემიძლია რომ ეს დავაედითო, ასე ვთქვათ და განახოთ როგორ მოქმედებს და როგორ ფუნქციონირებს სისტემა რა. ესე იგი ჩვენ როდესაც ვიწყებთ ზოგადად და რეგისტრირდებით სისტემაში, სისტემა გვეკითხება ორ ძირითად მიმართულებას, ანუ პრიორიტეტი რა გვაქვს ჩვენ რა. ხა ამ შემთხვევაში ჩემთვის იყო აღდგენა და overall performance. იმის და მიხედვით სისხლის ანალიზში რა ხდება, ჩვენ გვეუბნება რომ შენს მიერ მითითებულ პრიორიტეტები რო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მე გირჩევ აი ამას. და გვეუბნება, ესე იგი თითოზე არის 3 პოტენციური რეკომენდაცია სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით. არის lifestyle, არის ნუტრიცია, უშუალოდ კვება და არის დანამატი. ეხლა ამ შემთხვევაში თქვა აღდგენაზე იყო ერთ-ერთი ინდიკატორი, თქვა აშვაგანდა, რომელიც მე თქვა ავირჩიე და დავამატე, ხედავთ აი ზედა მარჯვენა მხარეს როგორც დაამატებთ აქ ინთება მწვანე. performance area-შიც დანამატის სახით თქვა აშვაგან დავამიდო და მე შემელია აქ თქვა proper hydration-ი ავირჩიო პირობითად და გეუბნება რამდენი წყალი უნდა დალიო. და აი ეგეთ მარჯვენა მხარეს რაც უფრო მეც ავირჩევთ, ნელა ასე ვთქვათ, ემატება და ნუ ჯამში შეიძლება იყოს მხოლოდ 6. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რაც კიდევ უფრო საინტერესო არის და კიდევ უფრო მორგებული ჩვენს ანალიზზე. ანუ იქიდან გამომდინარე, სისტემამ რა პრობლემები დაინახა ჩვენი სისხლის ანალიზში, გვთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა, ეხლა იქ სხვა რაღაცებიც იყო შეიძლება იასამნის ფერფერში რა, მაგრამ სისტემამ ჩათვალა, რომ ყველაზე ყურაცაღები, ასე ვთქვათ, იყო ეს კონკრეტული აი ანალიზები და ჩამოთვლილი არის აქ. ზოგადად performance plan-ი იქნება 6 თვის განმავლობაში, 6 თვიანი გეგმა არის, თუმცა რეკომენდაცია არის, რომ 90 დღეში გადაემოწმოთ, ან შეიძლება სისხლის ანალიზს უარ გაიკეთოთ, მაგრამ ნახოთ როგორ ხართ და შეიძლება დაეჯასტოთ ეს performance გეგმა. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ და უკვე ვნახოთ როგორ დგება ეს performance გეგმა, ანუ თქვენ შემთხვევაში ვინც გაიკეთოთ და აი ესე შეგიდგენთ მეც. და ისევე როგორც წინაზე, თითოეულ პრობლემატურ საკითხზე გვაძლევს 3 პოტენციურ რეკომენდაციას. მაგალითად ამ შემთხვევაში ბილირუბინი, აი შეგვიძლია იყო მომატებული, ხო? აი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უშუალოდ, რომ რომელ რეკომენდაციას გვაძლევს, იყო აქ თქვათ, რომ C ვიტამინიც მდიდარი პროდუქტი მიგვეღო, არის ესე დანამატი NAC ქვია, რომელსაც გვაძლევს, რომ მომენტებული ბილირუბინის დონე ორგანიზმში შემცირდეს. აქვე არის მონოციტები მაგალითად და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ იგივე აი მაგნიუმი, ქოლესტერინი, ეს ქოლესტერინის მომატებული არის ამ შემთხვევაში და თითოეულზე გვაძლევს რეკომენდაციას. ავირჩიოთ მაგალითად რომელიმე ერთი, მაგალითად აი ღვიძლის ფუნქცია, რომელიც ნორმის ფარგლებში არის, მაგრამ ცოტათი მომატებული არის. ჩვენ გვეუბნება ამ შემთხვევაში მაგალითად ALT ეს არის ღვიძლის ფუნქციის ერთ-ერთი ინდიკატორი, ჩვენ თუ დავკლიკავთ, იგივენაირად გვეუბნება აქ სად ვართ, თქვა იასამნისფერშია თუ წითელში, რეკომენდაციებს გვაძლევს და კონკრეტულად აქ შეგვიძლია ავირჩიოთ, თქვა ორი საპლემენტი, ეს არის მწვანე ჩაის ექსტრაქტი და milk thistle, ესე ქვია ინგლისურად, რომელიც არის ეს ორი საპლემენტი, რომელიც ALT-ის შემცირებას უწყობს ხელს. და ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ, ანუ თუ ამას დავამატებთ, აი აქ ზედა მარჯვენა კუთხეში უკვე ციფრი გაიზრდება, უკვე 12 რაღაც გვაქვს ამ შემთხვევაში. შეგვიძლია მოვაკლოთ, შეგვიძლია დავამატოთ, ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია რომ დავაჭერთ, თქვა აი ქვევით მარჯვენა კუთხეში არის review plan. და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაძლევს კონკრეტულ გეგმას ჩამოთვლის და create plans როგორც კი დავაჭერთ, უკვე იქნება ჩვენი პერსონალიზირებული გეგმა, იქნება ახლა ამ შემთხვევაში საპლემენტების, ვარჯიშის თუ კონკრეტულად საკვების, რომელსაც რეკომენდაცია არის რომ მივსდიოთ მინიმუმ 90 დღე, შევხედოთ როგორ ვართ, მე ამ გეგმას შევთვლით და კიდე 90 დღის შემდეგ, ასე ვთქვათ, უკვე შეგვიძლია რომ გადავემოწმოთ, ასე ვთქვათ და ვნახოთ რამდენად გაუმჯობესდა ჩვენი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.